ეროვნული ყრილობიდან წასვლის რეალური მიზეზი, რატომ საუბრობს ლელიკო ჯაფარიძე კრების უპერსპექტივობაზე, სახალხო კრების სათათბირო დარბაზის ყოფილი წევრი პარტიების აქტიურობის უარყოფით მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პოლიტიკური დაპირისპირებები საერთაშორისო სახალხო მოძრაობის მიმართ კითხვებს აჩენს. აქციას თუ არა პოლიტიკოსებმა კრება პარტიულ სტრუქტურა და რას პასუხობენ აღმასრულებელი საბჭოდან სახალხო არტის. ანა ბროლაძე ამბობთ. თავიდან რომ წამოვედი იქიდან არ მინდოდა იმ სიბინძურის გახელვა და საერთოდ ლაპარაკი იმაზე თუ რა ხდებოდა შიგნით. სახალხო არტისტი და სახალხო წარმომადგენლობითი კრების აქტიური მხარდამჭერი ლელიკო ჯაფარიძე დღეს უკვე ღიად საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც სახალხო კრება დატოვა. ამბობს, რომ ეროვნულ ყრილობაში პოლიტიკოსების აქტიურმა მონაწილეობამ კრებას მიმართულება შეუცვალა და პარტიულმა დაპირისპირებამ იდეას სახალხოობა დააკარგვინა. კრებაც პარტიული გახდა. პარტიული ხალხის წარმოქმნამ ამ ჩვენს სახალხო კრებაში გააბინძურა სახალხო კრება. მზად რეცეპტი მოგონდათ და ამ მზად რეცეპტზე იყო მერე საუბარი. აი თქვენ ვის ქალბატონ ნინოს? ნინო, სეგედო, კიდე ვინ იყო იქ? ირაკლი იყო, ნონა. ნონა იყო როგორც ვარსკვლავი ისე და არის კიდევაც. არა, ფორუმი მერე მოვიდა, კაც. ფორუმი მოვიდა უკვე გამზადებულზე. და სვის პახმელიაზე კარგად გრძნობდა თავს. პოლიტიკოსების გამო ლელიკო ჯაფარიძემ სახალხო კრების სათათბირო დარბაზი დატოვა. სახალხო არტისტის თქმით, თუ პარტიები მოძრაობას არ გაემიჯნებიან, კრებას პერსპექტივა არ ექნება. აღნიშნავს იმასაც, რომ ეროვნული ყრილობა პოლიტიკოსების გამო უხერხულ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად ბურჯანაძე გაჩეჩილაძის დაპირისპირების გამო. ნინო ბურჯანაძე უკვე ჩვენთან იყო, როცა ის შემდეგ შემოგვიერთა. სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კრებას ბურჯანაძე გაჩეჩილაძის კომპრომატების ბრძოლაზე პოზიცია ჯერ არ აქვს. ელოდებიან ნინო ბურჯანაძის საქართველოში დაბრუნებას. რაც შეეხება ლელიკო ჯაფარიძეს, ნონა გაფრინდაშვილისთვის ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებები გაუგებარია. ჯაფარიძის განცხადებებს ემოციურობას აბრალებს და სახალხო არტისტის კომენტარებს ყურს უწოდებს. მოჭადრაკეს წარმოუდგენლად მიაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკოსების გარეშე და ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტებიც აქვს. უარყოფს იმასაც, რომ გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო ჯგუფში ვინმე ერთპიროვნულად იღებდა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი ახლა რასაც ამბობს, იმიტომ ყველა გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობის ხმით. ეს როცა იყო საინიციატივო ჯგუფში და რაც აღმასრულებელ საბჭოში საერთოდ შეუძლებელია რომ უმრავლესობამ არ მიიღოს და აღმასრულებელ საბჭოს არ დასწრებია ის, იმიტომ რომ არ არის მისი წევრი. როგორც წარმოგიდგენია ჩვენ მივახცევთ იმას, რისთვისაც ვიბრძვით. ადამიანური რესურსებია ყველაფერს თავი დავანებოთ საჭირო. არის გამოცდილება, ბრძოლის მეთოდები, სხვადასხვანაირი და ამას მარტო წარმომადგენლობის, საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ასე ვთქვათ, ხალხის გამოგვიძებას და ხალხის გამომხიზლებას და აყოლიებას, ვერ მოახერხებს ვერაფრით. ლელიკო ჯაფარიძის ბრალდებებს ეროვნული ფორუმი და დემოკრატიული მოძრაობა არ გამოხმაურებიან. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება. ფორუმელებმა კი სახალხო კრებაზე საუბრისგან დღეს თავი შეიკავეს. ლელიკო ჯაფარიძე არ არის პირველი, ვინც სახალხო კრებაში პოლიტიკოსების მონაწილეობა გააკრიტიკა. სწორედ ამ მიზეზებით აქტიური პოზიციებიდან პასიურ მოთამაშეებად გადავიდნენ ისტორიკოსი სოსო მანჭავიძე, მხატვარი შოთა გლურჯიძე. რიგით ჯარისკაცად ყოფნა ისურვა რეჟისორმა სოსო ჯაჭულიანმაც და სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზეც უარი თქვა. თუმცა რეჟისორი გარმარტავს, რომ კრების ორგანო მხოლოდ დროის სიმცირის გამო დატოვა. მე იმ საბჭოში უბრალოდ ჩემ თავს ვერ ვხედავდი, რამე თუ ყოველდღე უნდა შეკრებილი იყო ეს აღმასრულებელი საბჭო. მე ჩემი საქმეები მაქვს, დაკავებული ვარ, მაგრამ სახალხო წარმომადგენლობით კრებაში ვრჩები რიგით ჯარისკაცად. რაც ვთქვი, ეს არის მიზეზი. პოლიტიკოსები არაფერ შუაში არ არიან. პოლიტიკოსები არაფერ შუაში არ არიან. პოლიტიკოსები თუ ცოტა ხნით მოისვენებენ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ესე იგი ერთმანეთთან ბრძოლას და დადგებიან და ხალხს დაუდგებიან, იქნება საუკეთესო ვარიანტი. დასვე ცნობილი გახდა, რომ სახალხო კრებამ ლარსის ქუჩაზე მდებარე ოფისი დაცალა. საორგანიზაციო ჯგუფის შეკრების ადგილი დაკეტილი აღმოჩნდა. მოძრაობაში გარმარტავენ, რომ პარტიის სიმცირის გამო სამუშაო ადგილი შეცვლა მოუხდათ და უფრო აქტიურ მუშაობას სავარაუდოდ საკარელის ქუჩაზე მდებარე ახალ ოფისში განაგრძობენ.